სოფელ სურებში უკვე რამდენიმე წელია სხვადასხვა კომპანია ცდილობს მოიპოვოს ჰესის მშენებლობის უფლება და სოფელი, უბრალოდ სოფლები რა, ეს არის ხეობა, სადაც სამი თემია და კიდევ უფრო მეტი სოფელი ეწინააღმდეგებოდა ამ და დღესაც ეწინააღმდეგება ამ ჰესის მშენებლობას. ისინი სკოპინგსაც, ეს სკოპინგი არის ერთ-ერთი ეტაპი ჰესის მშენებლობის ნებართვისთვის. ეს სოფელი იმდენად წინააღმდეგი იყო და იმდენად ერთსვლოვანი იყო, რომ სკოპინგის ჩატარებასაც კი ვერ ახერხებდა კომპანია. თუმცა დღეს ეს ტრადიცია დაირღვა გარკვეულწილად ძალადობრივად, იმიტომ რომ მობილიზებული იყო იქ პოლიცია, მობილიზებული იყო კომპანიის თანამშრომლები, ასევე გაურკვეველი პირები და სოფლის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, ვინც ჰესის წინააღმდეგია და ვისაც არ უნდოდა სკოპინგის ჩატარება, არ მიეცა შესაძლებლობა ეს თავისი პრინციპული პოზიცია, რომ არ ჩატარებული სკოპინგი გაეტანათ. სამწუხაროდ სკოპინგი ჩატარდა. აღმოჩნდა, რომ ფაქტობრივად არ აქვთ არგუმენტები, არ აქვთ პასუხები კითხვებზე. სამინისტრო ამბობს, რომ მე ჯერ მოკვლევის ეტაპზე ვარ და არც ერთ კითხვაზე პასუხი არ მაქვს, მაგრამ სამაგიეროდ სახელმწიფოს პასუხი აქვს, რომ აი გზას გააკეთებს, ხიდებს გააკეთებს, ეზოებში შესასვლელებს მოაწესრიგებს კომპანია. ანუ ეს არ არის კომპანიის ფუნქცია, ხო? ეს არის სახელმწიფოს ფუნქცია და ფაქტობრივად სახელმწიფო სურების ხეობაში აპირებს კომპანიას გადააბაროს საკუთარი ფუნქციები და ეს უბრალოდ მარტო სურები არ არის. მარტო სურები რო იყოს, ეს ტრაგედია, მაგრამ მარტო სურები არ არის. ეს არის მთელი საქართველოს დანაწილებული რა. სხვადასხვა კომპანიებზე გადაეცეს სახელმწიფოს საკუთარი ფუნქციები ფაქტობრივად აუთსორსინგზეა გატანილი და უარი აქვს ნათქვამი იმის გაკეთებაზე, რისთვისაც ხალხმა ის აირჩია. მერი გამოვიდა და ლაპარაკობდა იმაზე, რომ კომპანია გააკეთებს ხიდებს. აბა მაშინ ხალხმა მერს რატომ ისახმა, ხო? საკითხი ესე კი არ დგას, რომ რატო არ გვინდა ჰესი. საკითხი დგას ესე, რატო გვინდა ჰესი და ამაზე პასუხი არ არის. ანუ კომპანიამ უნდა დაასაბუთოს, რომ მოდის, ითვისებს ამ ბუნებრივ რესურსს, გარემოს აყენებს ზიანს და უნდა დაასაბუთოს, რომ ეს გარემოსთვის მიყენებული ზიანი უფრო ნაკლებია, ვიდრე მიღებული სიკეთე და ამაზე პასუხები არ არის, ხო? ისთვის გჭირდება ეს ჰესი, ხო? რამე სამუშაო ადგილებს ქმნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის გჭირდება. არც ერთ ამ კითხვაზე სათანადო პასუხი არ არის და ეს ხალხი სვამს ამ კითხვაზე პასუხად იღებს, რომ ხიდს გაგიკეთებოდა. ხიდი კი არ არის კაცო საკითხი. ხიდი უნდა გააკეთოს არა კომპანიამ, არამედ მერია. კითხვა, როცა ეუბნებიან, რომ შეუქმნის საფრთხეს ჩემს ტრადიციულ ცხოვრების სტილს, შეუქმნის საფრთხეს ბიომრავალფეროვნებას, შეუქმნის საფრთხეს გარემოს. ერთი მდინარე აქვს ამ ხეობას, მეტი არაფერი არ აქვს. რომ ნახოთ, ხო, რომ შემოხვიდეთ. ფაქტობრივად მაღალი გამოვლობის მანქანა გჭირდება იმისთვის, რომ სოფელში მიახვიდე. არაფერი არ აქვს ამ ხალხს. გარდა მდინარისა და ამ მდინარესაც ახლა ართმევენ და ეუბნებიან, რომ სვამს კითხვას, რომ ეს ჩემი მდინარე, ეს გარემო საფრთხის ქვეშ არის, პასუხი არის, რომ ხიდს გავარემონტებ და ეს არ არის პასუხი კითხვას. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები ამბობენ იმას, რომ აპირებენ ბრძოლის გაგრძელებას. ახლა იქნება შენიშვნების წერილობით შენიშვნების წარდგენის ეტაპი სამინისტროში და მე სამინისტრო უნდა გადაწყვიტოს სკოპინგის დასკვნა როგორ დადებითი იქნება თუ უარყოფითი იქნება და თუ ვთქვათ კი მაინც დადებითი გაიცა, ამის შემდეგ არის გეზეშეს ეტაპი და გეზეშეს ეტაპზეც იქნება წინააღმდეგობა და შემდეგ არის ცხადია სამართლებრივი მექანიზმები. უბრალოდ აი ამ ქვეყანაში ამ სამართლოს პირობებში, რა თქმა უნდა, ძალიან ნაკლები შანსია იმის, რომ სიმართლე სასამართლომ შეისმინოს. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ხალხი ფიქრობს ყველა შესაძლო გზაზე ამ პრობლემები, ყველა შესაძლო გზაზე, რომელსაც ამ პრობლემას მოაგვარეს.